ვერ ვიცით. გაუმარჯოს ჯერ. დილამშვიდობის 5 საათი. საკუთარი მგალობელი იყო. იქითაც არის. ეს სიმჟავე მომკლავს მე. არაფერი მშველის. და არც საშველი არ არის. ბალიშზე თავს ვერდებ. არ ვიცი როდის ჩამეძინა, მაგრამ მალევე გამაგვიძე. თან ისე მოძრაობს. სურვილი მაქვს გამოვიყვანო, გავტყიპო და შევსვა ისე. წავიდე ჩემი მომღერალი. არადა მეცინება, მაგრამ ვერ ვიცინებ. ამაგარი არის ამ დროს გავუძებ. არაფერი ზედმეტი არ მოძრაობს ჩემს გარდა. ნოტი ჩიტები არის. წავედით. ცოტა ხანი აპტეკში გავიარ გამოვიარო მეთქი, რომ იქნებ ჩამეძინოს მე. დავტესტოთ. ჩიცხოვრებ ბიჭო. სად არის ფუფულა? ფუფულა სად არის დიდი? ჩემო სიცოცხლე. დავიდით. ერთი არ დაგიძინებათ. კიდე გავარჯობათ. 10 საკლია 10 წუთი ახლა აღუდექი. თუმცა დიდად მეძინა მეთქი მოგატყუებთ. მეძინა სადღაც საირო შემოვედი დილას. დავიცინე სადღაც ალბათ 1-2 საათი რა. მე სკოლაში რო გავაცლე ისო დავწეკი. ხო და ის რანაირად მაწვია თუ არა კარგად მაწვია. აუ გამოპრუტუნებული ვარ, გამოთაყვანებული და გამო ყველაფერი. არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, საიდან რა დავიწყო, საწოლისაკე დავაგდე, დავანებე თავი ერთიდან. ერთადერთი დიდად არ ამგონი ყავა მნიშვნელოს, მაგრამ ცდილობა მექნება. ეხა ამინც რო უყურებ, ისეთი საზღარი ამინდი ჩანს. მზე არ არის ყოველ შემთხვევაში და გაზაფხულზე რომ მზე არ არის, ჩემთვისაც არ არის. ზაფხულში არ მიყვარს სიცხიანი მზე როა, მაგრამ რო აჭერს. გაზაფხულზე და შემოდგომაზე მიყვარს, მაგრამ წელს გაზაფხული არ აქვს. სულ ზამთარი იყო. და სადაც არის ისე უნდა მოვიდეს ზამთარი. დღევანდელი დღე იქნება, აი ესეთი, აი არ ვიცი რა, ძალიან იმედი მაქვს, ცოტა
გამოვაღვიძებ ჩემ თავს, თორე ეს არ შემიძლია. ეს გუშინ თავი რო ვიბანავი არ დამივარცხე და ღეროზე უგევარ. როცა უგევარ. საჭმელიც მშია, მაგრამ ეხლა რო გადავხედე საჭმელს, რაც მაქვს, რაც არა მაქვს, არ მინდა ეგ. ჩაის დავლე და კარაქიან პურ შევჭა. მე კოდალას ვხედავ კაკლის ხეზე. კოდალა. დილასაც არ გამაღვიძებდა ლაშა, მაგრამ ხელი შეხვევა უნდა და მარტო ვერ იხევს ხოლმე დაუმუშავე ის ჭრილობა შეუხვიე ის და მარტო ვერ აკეთებს ხოლმე და საჭირო ვიყავი, თუმცა მკვდარი ვითმეძინა. თვალები როგორ მეცრემლება. მათვია გძელი უკაი ეს თხელი. ძალიან თხელი შაშა ვიყიდე. თურქეთში მქონა წაღებული იქ რო ვიყავით და მე მიყვარს მენჯზე რო გაქრა კაბა დაბლა იმ სალტანი ყველაფერი მასე ვიცვევდი ხოლმე. ეხლაც, მაგრამ ეხა იმენად მაწუხებს მენჯზე რომ აქვს კაბა საერთოდ და აი ვერაფერი რო ვჯდები მით უმეტეს რაღაცა რომ მაწუება და დისკომფორტს მიქმნის რა და ბავშვი წუხდება ეტყვა ეს მაღლა მოდის. აი მე როგორ მინდა გამოვიყვანო და გავტყიპო, ესე იგი როგორც აი რო წეხარ და გონია რომ კენგურო გიზის მუცელში და ჰოპ ვაიმე. ხო და რას ვამბობდი? ეხლა ასტერიქს და ობელიქსი როა კინო, ხო ობელიქსი როა შარვალი როა ჭრელს ისფერში. ასე მაქაცეული. აი აქ მაქაცეული ასტერიქს და ობელიქსი ვითა მაქვს მუცელზე აწეული და არა უშავ აღარ მაწუხებს, არ მიჭერს. წაველი ხა ყავაზე მოვადუყოთ. ჩემი კომპიუტერი სად არის? ჩემი მეგონა. მინუსი გამომიღე. აქ. მოკოხმა ჩავდა ტელეფონი. ყუში მიწკაპუნებს. ვეღარ მოვასწარი. ამოვიტანე კი და ეხლა დამრჩა გასაკეთებელი. თუ მოველი ხასიათზე გამოვწვენდა. აბა სად არის ჩემი ჩიტიდილას რო იყო? ქათმებიც არ გამომიშვია და მაგიტყავდა ქითორი არ ავდგებოდი და არც მეძინა, მაგრამ დავისვენებდი. კაი დაღლილივით. ჩაი შევაერთოთ, არა ჯერ ყავას თავლე არ მინდა ჩაი. არ დამინდა ჩაი. ყავას თავლე, მე გამოვუშვებ ქათმებს. იყვნე ცოტა ხანი არა უშვებ, არაფერი არ მოვუვათ. აფე ამენაღვება მე. ეს აი მე უყურე აი. გუშინ წინ გავხიხე გაზი და გუშინ მეც კი გავწუწე, მაგრამ რა უქნიეთ ვიღაცას საჭმელი კი არ დაუსხე, გაუღურიე. აჯაბსთან დალი მაქვს დღეის, ასე რომ მე მგონი მეტი არაფერი არ მინდა ჯერ. 29 მაისია დღეს. არჩიკაში გავიკეთოთ. ეს სირეტო ჩამოვიტანე. ხუთშაბა დილით, არა, პარასკევს დილით იდება ხოლმე ჩემი სერიალი.
სანამ მე მეტყვის რატო არ ჩაყარე პარკიდანო უნაშიო მეზარებოდა ეს ბარბარე და გამოვხიზოლე. აი ეხლა ვარ. სადაც ვაგაწეული როცა უნდა აი აქ მქონდეს, აი აქ უნდა მეცვას. აქ. და მაგ აი ყირიბაზე აწეული. ესე არ მეტყობა. ეს აროჭა წესით საგარეოდ ვიყიდე. მერე მომეწოდა, მაგრამ ჩაცმის დროს ხოლმე ვერაფერს ვერ მოვახდინე და რადგან აი იცი როგორია რას ეძახია ბამბაზიას უბრალოდ რო ეძახია ხო მასეთი არის თბილიც არის ესეთ ამინდებისთვის და რაღაც მედოს მეთქი ახლა საგარეოდ სხვა რაღაცებს რო ჩავიცმეთ ეს ავიღე სახლში თან სახმარათაც კაია იქ ცხიმი მოგეწუწება თუ ზედა იჭლება რამეს ანუ არ ეტყობა რა არ ეტყობა იმ ხრივ რომ ირეცხება ლაკა არ არჩება არა დომესტოსიანი ხალხი მყავს რო ისო ეხლა შეიძლება დაეწერათ რო ისო რადგან არ ეტყობა არ უნდა გარეცხო ჰა ვიგეთები კიდე აღარ არიან მაინდა-მაინც უბრალოდ აღარ ჩანან ხოლმე ეტყობა რაღაცა ისეც აღარ ვაჩენ ხოლმე ან რა ვიცი რას ვაჩენდი აქამდე არ ვიცი მაგრამ ყოი მე არ მოვირქოდით მაგრამ ხომ ყავდნენ ხოლმე რა ვაი დედა მერტო პროგრამები დღე როგორ დაყავთ ერთადერთი საშველი ანუ ამ სიმჟავის არ არის ბევრმა თქვენგანმა დავიწერეთ და მეც ვიცი ეგ თქმულება და გამიგია რომ ბავშვი როდესაც არის ეს რატო ისინი გისდევთ თმიანი ანუ გრძელი დიდი თმა იქნება მაგალითად სიმჟავეო იმათზე დიდად მაწუხებდა მეთქი ვერ ანუ ბარბარე სქონდა უბრალოდ უფრო მეტად ეტყობოდა იმიტომ რომ შავი გურემანი იყო და შავი თმა ქონდა ნინოს აი ქერა ოქროსფერით ქონდა გადახუნ აი ეს ხელს რო გადავსი ზღარბივით ივანეც ოდნავ ქონდა ივანეს ოღონ ეს რბილი ეს დატკეპნილი თმა ქონდა ხო და აი უფრო თავში მაწუხებდა აი პირველ ტრიმესტრში ესე არც ერთს არ შეუწუხები ვარ ეს რო მაწუხებს და როგორ მინდა გავტყიპო ნეტა იცოდეთ ხო და მეც გამიგია თქო რა ეგ გამოთქმა და რაღაც განარამძი რა რაპუნცელი უნდა დაიბადოს რა უბედურობა არის ერთი საათი ხო შეიძლება ზედიზედ თავი დავდო ბალიშზე ვერა ხო და დასაწყისში რამდენჯერმე მქონდა ეს სიმჟავის მომენტი და მახსოვს რომ დავლიე ვაშლის ძმარი ანუ როგორც ახლა ავიღე და ვაშლის ძმარი მოვიყუდი არა ადუღებულ წყალში ოდნავ გაგრილებული აი თბილისში გავხსენი სუფრის კოვზე უნდა მაგრამ მე ჩაის კოვზე გავხსენი იმიტომ რომ გემო ვერ დაუმუღამი ამ ძმარს და სხვათა შორის ერთხელ პირველივე მიღებაზე იმ ღამეს კარგად მეძინა და რატო უგულებელ ვყავი ეს ძმარი არ ვიცი აქ მაგ მაცივარში და აუცილებლად დავლევ დილის წინ იქნებ მიშველოს აი ადრე იყო ხოლმე აი თქვენს გეცოდინებათ ეგ ის რომ მარჯვენა მხარეს როდესაც გაწუხებს ესეთი რაღაცა მარჯვენა მხარეს უნდა დაწვი და ზოგადად ხო სწორია და მშველის ხო მაგრამ ეს დღეებია მარჯვენა მხარეს კი არა მიყუდებულიც რომ იყო არა მშველის აი ვულკანი რო დუღს არ მიჭამია ისეთი არაფერი შეიძლება ზოგმა ან წყარეო ან ტომატიანი ანუ ვცდილობ რომ ეს დღეები და რაც უფრო ვცდილობ უფრო უარესი მომივიდა და ანუ ის არის რა ძალიან შემაწუხებელი აი რო გეძინება და გეძინება ვერ აწვევი აი ესე ჯდომიარე პოზაში დავჯექი გუშინ ბალიში დავიდე უკან რომ მივეყუტენ
აი ძალა გამოცლილივით ვიყავი და ვერ დავისვენე. მე არ ვიცი როდის ჩამეძინა და მე რო გამეღვიძა და იგივე პრობლემა მქონდა, კი გამოვედი დილით გარეთ. ვაი დედა. ახალ ხო გეუბნები, ჩაგეძინება და გეგონება კენგურო დარბის საწოლში. აი რო მაგრად რო ჩათვლი რაღაცა და და გეღვიძება რაღაცა იქ. არ ვიცი დამავიწყდა იმაზე ესეთი რომ მოძრაობები რო ქონდათ და რაღაცა თუ ეს მართლა საცემია არ ვიცი. მაგრად უნდა ვცემო რა, მაგრად პირველივე გამოვათო. გამოვათო რა უნდა მივასიკვდილო. რამდენჯერაც დაიძიეს უნდა ფეხით გავატოლკო. წავარტყა ხოლმე. სამგეროს გადავუხდი აუცილებლად რა სიძახი. ვირის დოზა ყავა მოვატყე. ჭირდება. შეიძლება ბოლომდე ვერც დავლიო. გუშინ დილით ზუსტად ამ დროს რომ ყველაფერი გამოუშვი მეთქი რომ არაფერი ისეთი საქმე არ მქონდეს და გასაქცევი რომ წყნარად დავლიო. ყავა მოვიდუღე და ერთი ყლუპის მერე გადავუყარე. ვერ დავლიო. მაგრამ ეს არის უნალექო და ეს უფრო თითქოს ეხა თავშიც მასე ვიყავი ყავა შემძულდა. მე ისევ დავლიე, ეხა კაი ხანი სუნალექიან სვავდი ხოლმე, ეხლა ისევ ეს სიამოვნები, ის მემძიმება. თან ეხა ორჯერ რო ვსვავდი ხოლმე, დილის მერე მართლა აღარ ავსვავ. აღარ წმინდება. ისე გადის და მეპარება დროს საერთოდ ეს 2 დღე არის სადმიდის დრო ვერ ვიგებ. ანუ სკოლაში რო ვაცილებ და საქმეს ვიწყებ, რომ მოდიან, ისევ დაბლავარ. ანუ ისევ გავიხედე, ვაიმე უკვე ეგდროა. გუშინთან კიდე 2 დღეა ფეხი მაწუხებს, იცი როგორ ჯზივარ, წევარ, აი რა პოზაში არ მქონდეს ფეხი მტკივარ, ძალიან. და მიზეზი არა. ქათმები რო შევყარე იქედან რა და მოვდიოდი რა და ჩვეულებრივ ხა იმ ჭიშკართან შეიძლება ისეც მიხვიდე, რავი, ტუალეტში რო შედიხარ, იქ რაღაცა რუჩა მოვარდება, ბაღის კარიდან გამოვდიოდი რა და რო გამოდიხარ, კარი უნდა ანუ ის იმაზე არის, რა თქო, პრუჟინაზე არის, რომ იხურება თავისით რა და მაინც ხელს მივაყოლებთ ხოლმე, რომ ხარ დაჯახუნდეს ის რკინა და რაღაცა რა და გამოვედი, ალუჩა იყო ჩამოვარდნილი რა და თან წყალი დაუსხი ქათმებს და გამოვედი და ანუ არც მოუტრიალებული ვარ ძალიან რა, ასე რომ გამოხვიდე და აი ოდნავ, მაგრამ ეს ფეხი ადგილზე მქონდა, უბრალოდ ტანი მივატრიალე, რომ ეს ხელი მივაყოლო მეთქი ამ კარსო არ დაჯახუნდეს, აი ამის მოტრიალება და მენჯის ქვემ რო დაიწყო ეგ და რაღაცამ რო გაიარა, არ ვიცი, ცუდად მედგა და ცუდად მოუტრიალდი თუ რა იყო, არ ვიცი, აი ძაბვა რო გაატარო, ნეგე მომივიდა და იქვე დავრჩი, ეგრევე დავრჩი. ნელა მოუტრიალდი და იმის მერე სუტკი. აი ხა რო ზივარ, აი ეს კუნთი დაბლა კუნთი, ეს ფეხის კუნთი. იცი რა შემიძლია შევადარო? აი ერთ-ერთში რასაც შემიძლია შევადარო, 2 თქლისგან რო დაგეწვება. კანი და რო გეწვის. აი ეგ არის. ოღონდ კანი არ მეწვის, აი გარი უბედურება, არც არაფერი მეტყობა, არც ძარღვი, არც ვენა, არაფერი, არც სიწითლე, არც შესია, არაფერი, უბრალოდ დახედა რაღაცა გეწვის, მაგრამ ვერავი რა გეწვის. სადა ფეხი შიგნიდან რაღაცა გეწვის. კოშმარი. ეს 2 დღეა დამადამბლავა, ყველაფერმა ერთნაირად. ხო და ახლა დილით მოველი საკუნესად აქა. აქ საკუნესად უნდა მოვდიოდე? ხა შორენა დამწერს. შენ კუნესას როდემდე უსმინო, ხო ვიცი. გუში გამახსენეთ, თქვენ გამახსენეთ უფრო ზუსტად ვარკეთილში სახე რომ მქონდა დამავიწყდა. სუარკეთილში ვიყავი და ვარგისა და შენაუმერია მოსახლე უნდა მოგწეს სუარკეთილში ხარ ხო და ეგ სახლი დამავიწყდა და ეხა კაპადოკიაში მოვიდა შორენა მიტოვებს. იმიტომ რომ მე შორენას საყვარელი იუთუბერი ვარ და რატო არ დამიტოვოს? რა ვალდებული არ არის? მაგრამ შორენა მათქო კაპადოკიაში არ ამაქო და სამეგრელოში დაგიტოვებ მიწის ნაკვეთს. ჭანდაბას გავყიდი და იგვიყიდი.
გამოველით თითქოს ცოტა გამოვიღვიძე ხარ აი თქვენთანაც რო ლაპარაკობ ხოლმე კაია აი ანუშკის დავადგებოდი ან თვით დაუძახებდი მაგრამ ჯერობით 1-2 კვირა კიდე ანას არ ცალია და იქით ხარეს კიდე არ გავდივარ ხოლმე რა ახლა მე რა ვინ სახშია ვინცდადაც გავდიოდი ხოლმე ის თუ მუშაობს ლარიკო და მე და ანუშკი ვართ ხოლმე ძალიან ისე რა ეს დღეებით რო გავა ანუშკისაც დავცემ ბნედას ანას ჯამი მაქვს აქ წინაზე რაღაცა გავუმაწოდა ხო ხალხო ჭინჭარი გამომაწოდა გამზადებული ადრე თქვენც გითხართ აი იქ იმდროინდელი ჯამი მაქვს აი ეს ჯამი არის ანას ვერც ვერავინ დავიჭირე მოვლელი რომ დამივაწოდო მივცე იქნებრი რა სჭირდება 1-2 თვეში არა 2 თვე არ არის მაგრამ 1-2 კვირა იქნება ჩემთანა ხო და ეხა ანასთან თუ ვერა თქვენთან შენურად გამოველი გავიღვიძე მართალი არ მეძინა მთელი ღამე მაგრამ მაინც შემომეღვიძა ხო და აი მეორე ვიდეომდე ვერ არა აი იმდენად ჩემდა უნებურა თუ ჩემზე არ არის დამოკიდებული ტელეფონს ვერ ვიღებ რომ ვიდეო ჩავწერო იმედი აი ეს სიმკვდარულე და სიზარმაცე და რაღაცა მომეხსნა იმიტომ სხვა გზა არ არის უნდა მომეხსნას ბავშვს ვერ ეტყვი მე მოიცა რა ნუტირი ხარ ამიზარება მეზარება ვარ არა მე გამახსენდა რომ პატარები რო იყვნენ ხოლმე იმითმეტეს ივანი და ბარბარე რა თვე და 7 წელი მეთქი 1 წელი და 7 თვე არის განსხვავება ბარბარესა და ივანეს შორის და ანუ თითქმის ერთნაირად იცი როგორ იყო ხოლმე აი ძილში რო ეძინათ მაშინ ვასწრებდი ხოლმე ჩემს საქმეს რა და ალბათ მაგ განრიგს დაუბრუნდები იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმეა იმ პერიოდში კიდე საჭმელს ნანი აკეთებდა ხოლმე მე ძირითადად ოთახებს ვალაგებდი და აი ბავშვის არეცხი და რაღაცები ეგ მევალა ხოლმე რა და ეხლა რო ყველაფერი იქ ეზოა იქ ერთი ოთახი ორი დაბლა ბიბლიოთეკაში მინდა შესვლა რამდენი ხანია და აი ვერა რა დიდი არაფერი უბრალოდ ხელი უნდა შევავლო მაგრამ ვერ შევედი ხო და აი მე მგონი რომ დავიქოქები რა ისევ და ისევ რეჟიმში ჩავდგები თორე ეს ფიზიკურად არ გამოვა არა შანსი არ არის ესე ვერ ვიქნი ხო და თავს ვიმშვიდებ რომ კაი ეს 2 თვეც ჯანდაბა შეიფერე და იყავი ეს ხანსად მიმკვდარებული და ხანსად მე მგონი ამ პერიოდში მე პატივ ჩამჩ თავს ვიმშვიდებ რა იმედია მე აღარ ვიქნები მეთქი აი მე რა მახსენდება იცი არასოდეს არ გაუთენებია ჩემშვილებს და ვაიმე ვერ ვიწვი რომ ვაიმე გამათენებინეს ეძინათ ეხა ჭამისთვის თუ ადგები ბოლო ისინი ხო არ არიან რომ მთელი ღამე ისე ეძინოთ ხო რაღაცისთვის ხო უნდა შეგაწუხო ხო და იყო რა თითზე ჩამოსაცვლელი დღეები რომ აი არ იძინებდნენ იძინებოდათ მაგრამ არ იძინებდნენ ხელშიც არ მყავდა ხოლმე მიჩვეული და აი ესე რო გიჭირავ ჩუმად არის რო გიჭირავ და აი რო გეცინება მერტო რამდენჯერ ვიფიქრე ხა გააღე ფანჯარა და გაიქნიე ეს აქე და მე მგონი ამას გავიქნებ იმიტომ რომ უკვე მემუქრები ებადება თუ არ იქიდან გავიქნებ ხო რა შეეხება მშობიარობაზე ბევრი მეკითხებთ ხოლმე დაგიმთავრ ბევრს აღარ გააგიწერო არ გადამიწყვეტია ჯერ კიდევ იმიტომ რომ არ ვიცი სად ვიმშობიარებ თუმცა მაქვს ერთი გადახრა საითაც წავა ეს არის ბოკერიას კლინიკა და რაღაცებს გავაკო კიდე და ვნახოთ ამ დღეებში თბილისში წასვლაც მინდა რაღაცეები მაქვს საყიდელი თუნდაც ჩანთაც მაქვს საყიდელი მქონდა ჩანთა იონეს დროს რო ვიყიდე თეთრში და მოვარდისფროში კი იყო მაგრამ იონესის სქესი არ ვიცოდი ისე დაიბადა და ესეთი ვიყიდე ისე რომ იონესეც გამოვიყენი ბარბარესეც გამოვიყენი ნინოზეც გამოვიყენი ეხლა რა
ღია ფერის ჩანთა იყო. მე გავაჩუქე. ეხა ეგ ჩანთა აღარ მაქვს და ეგ უნდა ვიყიდო. ტულმანი რაღაცები უნდა ვიყიდო. ერთ ჯერზე არ მეყოფა ის, იმიტომ რომ მანქანის დაგვჭირდება, კამოდიც უნდა ვიყიდო. საუთავებელიც უნდა ვიყიდო. ეს გასაშლელი საშრობიც უნდა ვიყიდო. ყველაფერი უნდა ვიყიდო, რაც ამჟამად ვფიქრობ, რომ ჭირდება რა და დანარჩენს მერე გადავხედავ კიდე რა და როგორ. ნუ ისინიც მაქვს, კიდევ რა ქვია, სუდოკრემი. არასოდეს არ მიხმარია სუდო. სხვათა შორის, აი ხა რო ხმარობ სუდოკრემს, მე არ მიხმარია. მე ვხმარობდი ჯონსონის პუდრს, იდეალურად ვხმარობდი სამივეზე მაგას. მაგასაც ვიყიდი აუცილებლად. იმასაც ვიყიდი, დამწრობისთვის კაია. და ხმარობდი ხოლმე ჯონსონის პროდუქცია მქონდა ხოლმე სულ. და ხმარობდი ჯონსონის Z-ს, ოღონდ იმას გვირილას. და ეხლა სადაც შეველი, გვირილა ვერსად ვერ ვიშოვე. ანუ იყო სულ ალოესი და ეგეთი ისინი და მაშინ მე მქონდა ეგენიც და არ მომეწონა. ხო და აი მიძებარივით დავდივარ, რომ სადაც გვირილას ვიშოვი, რამდენიმე უნდა ვიყიდო და შევინახო. წავედი ახლა. მადლობა ჩემთან ერთად ყოფნისთვის. მადლობა იმისთვის, რომ შემიძლია გეჭვორაოთ და ეს ცოტა თვალებიდან გამოვიხედო. მადლობა ყველაფრისთვის. მე ერთი ვიდეო მინდა ჩავწერო. მე ვფიქრობ, რომ მაგ ვიდეოს ალბათ სამშობია რომ უფრო ჩავწერ. მექნება ალბათ იმის შესაძლებლობა, რომ ბევრ რაღაცისთვის მოგიხადოთ მადლობა. და მაგ ვიდეოს ვფიქრობ ერთ-ერთ თვით გადავწერ. წავედი ახლა დაგემშვიდობებით. ანუ ერთი ისამა კარგი ჩემ თავს რომ არ ვაძლევ უფლებას რომ ესე გავაკეთო რა და მე მგონი რომ გავიღვიძებ. სხვა გზა არ არის ხალხი რომ მოვასწროლდა და იტყვის 29 ადამიანი რომ იტყვის მშიაო მოდი და ეხლა უთხარი რომ არაფერი გამიკეთებები და მეძინებო და ეგრევე შეგჭამე. ასე რომ გავიღვიძებს რა სხვა გზა არ არის. რო გავარდი და გათხოვდი, მაგრამ გიყოდაო და ეხლა სხვა გზა არ არის, გავიღვიძებ. ვინ დაგაძინე? ვინც არ დაბადებულა ჯერ ის არ გაძინებს. და დაბადებულები დაგაძინებენ? რო უნდათ რომ ჩუმად გაიაროთ. აი რო გძინა და უნდათ ჩუმად გაიაროთ. იმ ტახტზე სადაც იქ უნდა გამოკრან ფეხი იმ ფეხზე. შეიძლება ზედგეცნენ. ანუ თან ფრთხილობენ. ბარბარე საერთოდ გეგონება ოთახში ცხენით დადის. გიფიცე. ეგ ფეხსაცმელები უნდა გადავუყარ. ფლოსტები ცოტა ხმელი ძირი აქვს და აი კაი რო დოღიდან გამოვარდნილი ცხენი რო გაირბეს, ეგე დადის ოღონდ ჩუმად. ჩუმად დადის ცხენი. წავედი მოკლედ ძალიან გამიგრძელდება ბედნიერი დღე ყველას. ყველაფერი მაგრად იქნება.